მოგესალმებით, მე ვარ მზია მასწავლებელი და დღეს ჩვენ ერთად გავიგებთ რა არის ნანობანანა და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება. ნანობანანა არის Google-ის ხელოვნური ინტელექტის ვიზუალური მოდული, რომელიც ჩაშენებულია Gemini-ში. ეს ნიშნავს, რომ ის არ არის ცალკე პროგრამა ან საიტი. უბრალოდ გახსნით Gemini-ს და მუშაობთ. მარტივად რომ თქვათ, Gemini ფიქრობს, ხოლო ნანობანანა ხატავს. ჩვენ წერთ ტექსტს Gemini-ში. Gemini ამას მუშავებს შინაარსობრივად და აწვდის ნანობანანას. ნანობანანა ქმნის სურათს, რომელიც ამ აზრს საუკეთესო გამოხატავს. ნანობანანა მარტივი და კომფორტულია, რადგან არაფრის გადმოწერა ან ინსტალაცია არ სჭირდება, ის უკვე არსებობს Google-ის ეკოსისტემაში, პირდაპირ Gemini-ში. ეს ნიშნავს, რომ სურათის შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ ტექსტი. არ გჭირდება არც Photoshop-ი, არც რთული ბრძანებები, უბრალოდ წერთ რა გვინდა, როგორ გვინდა და ნანობანანა რამდენიმე წამში ქმნის გამოსახულებას. მუშაობს ქართულ იდეაზეც, ქართულ ენაზეც მუშაობს, თუმცა სასურველია, რომ პრომპტები დავწეროთ ინგლისურად. ასე რომ ეხლა მე მინდა გადავიდე ეხლა პირდაპირ საქმეზე და აი აქ ამ 9 წერტილზე ჩაშენებულ ხატულაზე გესაუბრო. Gemini-ზე მინდა გითხრა ორი სიტყვით. Gemini არის Google-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა. ხშირად მას პოულობთ პირდაპირ აი ამ 9 წერტილში, სადაც ჩანს სხვადასხვა ხატულები. თუ თქვენ Gemini უკვე გააქვთ წესით, აქ უნდა გიჩანდეთ, მაგრამ ზოგჯერ ის ჯერ არ ჩანს ამ სიაში, ამიტომ შეგვიძლია პირდაპირ შევიდეთ მის ვებგვერდზე. ამისათვის უბრალოდ ბრაუზერის ზოლში ავკრიფოთ, ვწერთ Gemini. უკაცრავად. წერტილი.com ვაძლევთ Enter-ს და ბრაუზერი გადადის აი ჩვენ პირდაპირ შევდივართ Gemini-ში. მაგრამ ნახეთ, თუ პირველად შედიხართ Gemini-ში, აი აქ ეკრანზე გამოგიჩნდება ღილაკი Sign Up, რაც ნიშნავს, რომ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ან Sign In შესვლა. ეს ყველაფერი უკავშირდება თქვენს Gmail ანგარიშს. არანაირი რთული პროცედურების გავლა თქვენ არ მოგიწევთ. უბრალოდ ირჩევთ email პოსტას, რომელსაც იყენებთ ყოველდღე და სისტემაში შევდივართ ავტომატურად. მე უკვე ავტორიზაცია გავლილი მაქვს, ამიტომ Gemini პირდაპირ მიშვებს სამუშაო სივრცეში, არანაირი პაროლი ან ფორმა აღარ მჭირდება. როგორც ხედავთ, ეს არის Gemini-ის სამუშაო სივრცე, ადგილი, სადაც ჩვენი ჩათები ჩანს, სადაც ჩვენ ტექსტს ვწერთ და ვესაუბრებით Gemini-ს. აი აქ წერთ ტექსტს და ვესაუბრებით Gemini-ს, სადაც კურსორი ციმციმებს. აქ ზედა ნაწილში ნახავთ რამდენიმე ჩანართს, ხოლო მარცხენა მხარეს ჩათების სიას, ანუ წინა საუბრებს, რაც მისაუბრია Gemini-თან. ახლა ყურადღება მივაქციოთ აი იქ, სადაც ჩანს ბანანის პატარა ხატულა. აი ეს არის ზუსტად ნანობანანა, რომელიც სწორად Gemini-ის შიგნით მდებარეობს. როცა ამ ხატულას დავაწვევი, Gemini გადაგიყვანს ვიზუალურ სამყაროში. აქ შეგვიძლია დავწეროთ ტექსტი და ნანობანანა წამებში დაგვიხატავს სურათს. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი იდეები ცოცხლდება. ანუ Gemini შინაარსობრივად ამუშავებს ჩვენს მიერ მიწოდებულ პრომპტს, ანუ ტექსტს, ხოლო ნანობანანა ხატავს. მოდი აი აქ მაქვს მე რამოდენიმე პრომპტი დაგენერირებული და ვთხოვოთ, ამ ჩატში თავიდანვე შეთანხმებული ვარ, რომ უნდა აქ ჩემი იდეების, როცა მივაწვდი, ჩემი იდეების საფუძველზე უნდა დამიწეროს პრომპტები ნანობანანასთვის. აი მე ახლა ამას დავაკოპირებ, აქ ახალ ჩატს მხოლოდ იმიტომ გავხსნი, რომ არ მინდა იმ ჩატში მხოლოდ პრომპტები მაქვს და არ მინდა ამიროს. ეს არის ჩემი ბიბლიოთეკა და ჩემი ციფრული სივრცე.
აი ეს პრომპტი იყო წიგნების საცავი, ძველი ბიბლიოთეკა. აი შევიდეთ კიდევ პრომპტი. ნახოთ აბა. აი მოდით თხოვ ახლა დამიწერე ქართულად თხოვ დამიწერე პრომპტი კომბლეს პერსონაჟზე ნანო ბანანასთვის პრომპტი იყოს ორენოვანი. ფაქტურად მაინც ის რომ ინგლისურად და ქართულად უნდა დამიწეროს, რადგან უკვე ძალიან კარგად მიცნობს. ინგლისური ვერსია აი ნახე, აქთან მიწერს რომ რა და შევდივარ ისევ აი აქ, სადაც წევან დავიწყე. არა არ მომწონს ეს პრომპტი. ეს პრომპტი მე მსურს პიქსარის სტილში კომბლე 3D ანიმაციისთვის. ახალი პრომპტი დამიწერა. ნახოთ აბა რა დამიწერა. შევდივარ ისევ იმ ჩატში, სადაც ნახეთ რა საყვარელია. აი არ ვეშვები. ერთი ცხვარი ცოტა კომბლესთვის მინდა ბევრი ცხრები ყავდეს. ნახე ფიქრობს ახლა ჯემინი შესაბამის პრომპტსაც მიწერს. ნახე ახლა საყვარელია. ეს პრომპტი უზრუნველყოფს რომ კომბლე იყოს არამხოლოდ მთავარი ფიგურა, არამედ პასუხისმგებელის თავის მრავალრიცხოვან ფუმფულა ფარაზე. კიდევ ხომ არ გსურს რაიმე დეტალის დამატება ან სხვა ზღაპრის პერსონაჟზე გადასვლა? სად არის ჩემი? ნახოთ. სანამ სურათს აგენერებს, აი ამ სამწერტილზე მინდა გესაუბრო. მე თუ აი ამ ჩატს ქვია პრომპტ ინჟინერი, თვითონ დავარქე, ამით შეგიძლია ეს ჩატი გააზიარო, ეს შეგიძლია თავში ჩაამაგრო, რადგან ხშირად გჭირდება, ამით სახელი გადაარქვა, მაგალითად შემიძლია აი ამ ჩატს დავარქვა კომბლე და ამ ჩატში მხოლოდ კომბლეზე ვაწერიო პრომპტები, სანამ აი ჩვენი კომბლე. კარგი, ეს გასაგებია. აქ მინდა კიდევ რამდენიმე ფუნქციონალზე გავამახვილო ყურადღება. აი როგორც კი დავაწექი ნახატის შექმნაზე, აქ ხო მიწერს, რომ აღწერეთ თქვენი სურათი, აი როგორი გინდა, მაგრამ ქვემოთ მიწერს საჯეის თენს, აი შემოთავაზებები გვაქვს ასეთი. პირველი ნიშნავს, რომ შექმენი ჩემი პერსონალური პატარა ფიგურის სურათი, მაგალითად შეგიძლია შექმნა საკუთარი მინიატურული ვერსია, თან ბრძანებას მისცემ და თან ფოტოს აუტვირთავ. მეორე ნიშნავს, რომ
შექმენი ჩემი სურათი როგორც სუპერგმირით, შეგიძლიათ ჩაწერო როგორი სუპერგმირი გინდა იყო. მესამე ნიშნავს, რომ შექმენი ჩემი სურათი 80-იანების სტილში, ანუ რაღაც ნოსტალგიური და ბოლოს ნიშნავს შექმენი ჩემი პროფესიონალური პროფილის სურათი. აი ამას ავირჩევ, აი პროფესიონალური სურათი. მივცემ ჩემს ფოტოს, აბა ვნახოთ რას გააკეთებს. აი როგორც ხედავთ კოლეგებო, აი ფოტოს აქედან ვუტვირთავ, ფაქტობრივად აქედან ფაილებისათვის აი ოფისის სტილში გადაესა ოფისე ფოტო ან რაღაც პროფესიონალური პროფილის სურათი გამიკეთა. კარგი, აქ კიდე ერთი სიტყვით გადავიდეთ შემდეგ. კოლეგებო, გარდა იმისა, რომ მე პრომპტებს ვათარგმნინებ თვითონ Gemini-ის დავაწერებ, შეგვიძლია Translate-ითაც ვთარგმნოთ. ჩვენი იდეა დავწეროთ, აი მაგალითად, დამიგენერირე ფოტო, შემოდგო ფოტო ქალის გოგონას რომელიც ზის ფანჯარასთან მოწყენილია, მირთმევს ყავას, გარეთ წვიმს. ნახოთ აბა. თუმცა აქაც შეგვეძლო ჩვენი. ნახეთ, ეს ვათარგმნინე Translate-ით ნათარგმნია. აი რატო აღარ. მოდი ერთი 80 ჯერ 80-იანებში მინდა ვნახოთ ჩემი ფოტო როგორი ვიქნებოდი 80-იან წლებში. ფერადი მაკიაჟი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგი, ეხლა ჩვენ იმ გოგოს ფიგურა გვინდა რომ დავაგენერიროთ. რატომაც გადაიფიქრე, ჩემთან ინტერნეტს უჭირს ეთყობა. სანამ ეს მუშაობს, მინდა რაიმე საინტერესო პრომპტი გადმოვიტანო. აი თუნდაც ლამაზი პეიზაჟის პრომპტი. ნახოთ აბა. აი ნახე რა კარგი წყლის ნიშანს აყოლებს, არსებობს ამის შესაძლებლობა რომ ეს წავშალოთ, მაგრამ
საფრთხების მიზნით აკეთებს ამას Gemini. მოდი ახლა ეს საინტერესო პრომპტიც მივსწრეთ და მე მგონი გასაგებია ჩვენ ვნახეთ როგორ უნდა გავწეროთ translate-ით, როგორ თარგმნოთ, როგორ დავაკოპიროთ, როგორ გადმოვიტანოთ. ძალიან ლამაზი. ეხლა აქ სადღაც უნდა გთხოვ თარგმნივად, გთხოვ იგივე ფოტო გადამიყვანე ზამთრის პეიზაჟზე. ნახოთ აბა რა სიზამს. Translate-ით თარგმნი და ტექსტი გადამაქვს. ნახოთ ახლა რას გააკეთებს. იგივე ფოტო უნდა გადაიყვანოს ზამთარს. ინტერნეტს თუ არ გაუჭირდა, წესით უნდა გააკეთოს. ნახეთ, როგორი დათოვლილი მთები გამოვიდა. ეხლა ვთხოვ, რომ ამ ფოტოზე დამიმატე წითელ ქუდა. როგორი თანმიმდევრულია. ზუსტად იმახსოვრებს რა ფოტო შექმნა. და კი არ ვამუშავებ ჩვენ რაღაცა სპეციალური ბრძანებებით, უბრალოდ ტექსტ ვწერთ. ნახე, წითელ ქუდა. მაგრამ ნახე, მე შემიძლია აქ შევქმნა ცალკე ჩატი და ვსთხოვო. ამ ჩატში რასაც დავწერ ქართულ ტექსტს თუ დავწერ მითარგმნე ინგლისურად, ინგლისურს თარგმნე ქართულად. ნახეთ, ახლა შემითანხმდებ. ხო. წითელ ქუდას გვერდით დახატე ბებია. ეს გადამითარგმნა. გადავალ ახლა ჩემს ამ ჩატს შემიძლია ახლა დავარქვა სახელი, დავუშვათ წითელ ქუდას პრომპტები და სხვა დროს ძებნა აღარ მომიწევს. გადავედით აქა და ახლა ვსთხოვ, რომ აქ ამპი აქაც მაქვს ენების თარგმანი, აქეთაც შემიძლია ვთარგმნო. ორი ვარიანტია, მაგრამ ნახეთ. წითელ ქუდას დედაც მინდა რომ ჩანდეს კადრში. დედაც გამოჩნდა. ამ პრომპტ ინჟინერის თუ მოვძებ ეხლა მინდა გაჩვენოთ, ჩემს ავატარს მე თვითონ როგორ ვქმნი. პრომპტი მაქვს ასეთი დაწერილი. უფრო სწორად ნახეთ. ეხლა მე ამას აუტვირთავ ჩემს ფოტოს. და ვსთხოვ, რომ დამიწერე. ეს არის ჩემი ფოტო,
ეს არის ჩემი ფოტო და შემი თუ ქართული მიხდა შემიქმენი ჩემი გარეგნობის შემიქმნა ეს არის ჩემი ფოტო და გადამიყვანე Pixar-ის სტილში 3D ანიმაციისთვის. ეხლა ქართული თუ აღიქვა, უნდა გააკეთოს, მაგრამ არ ვერ მიკეთებს, როცა ქართულად ვთხოვ რაღაცას. ამიტომ მოდი მე ასე გავაკეთებ. აი ჩემს ფოტოს აუტვირთავ. და მიწერე ამ ფოტოსთვის ფოტოს დეტალური აღწერა პრომპტი ჭირდება ამ ფოტოს გამოსახულების გადასაყვანად Pixar-ის სტილში. პრომპტი იყოს ორენოვანი. როგორ დეტალურად ამწერა, ეხლა არ ვიცი, მეზარება ქართულის წაკითხვა, მაგრამ აი ამ პრომპტს დავაკოპირებ. აქედანაც შეიძლება დაკოპირება, უბრალოდ მე ხელი მაქვს ასე მიჩვეული, გადაველნევ chat, ავირჩიე create image, დავაწყაპე ფოტოს, მას რა ქვია ტექსტის შეყვანას, მე ვიცი და ეხლა უნდა შემიქმნას აი ამით ვაკეთებ შემდეგ ანიმაციებში, ამას ვიყენებ, ზუსტად ასე ვაკეთებ ჩემს ფოტოს და მე ამით ვქნი ანიმაციას, ვნახოთ, ძალიან ზედმეტად მკაცრი გამოიყვანა. მაგრამ არაუშავს, მე კიდე შეგვიძლია აქ ბევრი არა აქ საინტერესო პრომპტები, სადაც მაქვს იქ მინდა პრომპტები საინტერესო. მაპატიეთ. აი კიდე აქ მაქვს რაღაცა ბევრი პრომპტები. ეს ნანო-ბანანას ილუსტრაცია. მოკლედ მე მგონი მთავარი აზრი გასაგებია. შეიძლება ChatGPT-ს მქონდეს რაღაც პრომპტები. ნანო-ბან, მაგრამ არა, რადგან ერთი პროდუქტია, ყოველთვის ვცდილობ, რომ Gemini-ში დავწერო. მოკლედ მე მგონი ყველაფერი გასაგებია, კოლეგებო, რადგან წაიშალა ჩანაწერი ჯგუფში, გადავწყვიტე ეს ჩანაწერი თქვენთვის გამეკეთებინა.